გამარჯობა მეგობრებო, TV36 და მე გიორგი ჭაუჭიძე წარმოგიდგენთ გადაცემას სკოლაზე, რომელშიც სტუმართან ერთად საუბრობთ ქართული განათლების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია მაია ეკალაძე, მასწავლებელი, ფილოლოგი. მაია, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენ, გამარჯობა. ესე იგი, ჩვენ როგორც სხვა გადაცემებში ვისაუბროთ შენი სკოლის, ბავშვობის სკოლის შესახებ, მოგვიყევი საინტერესო ამბები. ასევე მაინტერესებს შენი გამოცდილება როგორც მასწავლებლის დღეს, როგორც რეპეტიტორის. ასევე მინდა ვისაუბროთ იმ ამბებზე, რომელიც თავს გადაგხდა სკოლის დირექტორობასთან დაკავშირებულ კონკურსში და შენი როგორც სამოქალაქო, შეიძლება ითქვას აქტივისტის ამბებიც მოგვიყევი და გაგვიზიარეთ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებულ. დავიწყოთ თავიდან, მინდა ერთი დაფიქრების გარეშე რომ მიპასუხო. აი, ერთი სახელი დაასახელე, რომელიც უცებ გახსენდება, როცა ბავშვობის სკოლას იხსენებ. კლასელის თუ? არ ვიცი, ვინმე სახელი. რაც ლეილა. ვინ არის ლეილა? ლეილა მასწავლებელი არის ჩემი ქართულის მასწავლებელი. ვერ გეტყვით რომ თავიდანვე სკოლიდანვე განსაზღვრული მქონდა ფილოლოგობა, ზუსტად ჩაბარების წინ გადავწყვიტე რომ ფილოლოგიურზე ჩამებარებინა დედის რჩევით, ვაპირებდი ჟურნალისტიკურზე ჩაბარებას და მირჩია რომ უფრო ფართო პროფილით ვიქნებოდი, თუ ფილოლოგი ვიქნებოდი, შემეძლებოდა ჟურნალისტობაც, ფილოლოგობაც, რატომღაც დაუჯერე. იშვიათად უჯერებდი დედას და ეს დაუჯერე და გავხდი ფილოლოგი. ლეილა მასწავლებელი ძალიან მიყვარს. ბოლო კლასებში გასწავლიდა. ლეილა მასწავლებელი მასწავლიდა სასახლეში ლიტერატურის წრეზე დავდიოდი, ზოგადად სასახლეში ბევრ რაღაცაზე დავდიოდი, თითქმის ყველა წრეზე. და მერვე კლასში მითხრა, რომ ვწერდი ცოტა მერიდება, მაგრამ გიორგი რჩეულიშვილის მსგავსად. გურამ რჩეულიშვილის მსგავსად, ღელავა ეთყობა. გურამ რჩეულიშვილის მსგავსად და არ ვიცი, რაღაცნაირად შემრცხვა, იმიტომ რომ მერვე კლასას არ მქონდა გურამ რჩეულიშვილი წაკითხული. იმ დროს. მე-6 კლასში წავიკითხე ვოლტერი და შესაბამისად ჩემთვის სირცხვილი იყო, ალბათ პიროვნულია ეს უფრო. და ალბათ იმ პატივისცემამ გამოიწვია, რაც მას ჰქონდა ჩემ მიმართ და იმედი და მასწავლებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს მოსწავლის იმედი, ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მოსწავლეზე და არა მარტო შთაბეჭდილებას, არამედ ფაქტობრივად მის გზასაც განსაზღვრავს ხოლმე. ლეილა მასწავლებლის გვარი? ქიტოშვილი. ეთილი, მოდი გითხარი აი წარმოდგენა რომ შეგვექმნას უფრო ზუსტი სკოლა და წლები რომელ წლებში სწავლობდი. 87-98 წელი იყო ჩემი სკოლაში ყოფნის პერიოდი, ჩემ დროს 11 წლიანი სწავლება იყო. ორ სკოლაში ვსწავლობდი ქალაქის გარეუბანშიც, ვსწავლობდი ქალაქის ცენტრშიც. 90-იან წლებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს განსხვავება. ახლა ინტერნეტის ეპოქაში სულ ერთია სად ისწავლი და ყველგან ხელმისაწვდომობა განათლების, მაგრამ აი 51 სკოლა მაგალითად გაცილებით სწრაფად და მეტი მომცა, ვიდრე მანამდე არ დავასახელებ, ახლა აღარ არის საჭირო, რადგან იმაზე დადებიც აღარ ვამბობ სკოლა. რომელ კლასში გადმოხვედი? მე-10 კლასში გადმოვედი 51 სკოლაში და აი თვეებიც არ დასჭირდა აი იმ ინფორმაციას, რაც რეალურად იმ სივრცეში ტრიალებდა. გარეუბნებში შედარებით ჩაკეტილი იყო ჩემი ბავშვობის დროს, ტრანსპორტიც ძალიან ცუდად დადიოდა და შესაბამისად განათლებაც ნაკლებად მიდიოდა. ახლა ინტერნეტის საუკუნეში მნიშვნელობა არ აქვს, ბუნებრივია თბილისის გარეუბანი კი არა, თისოფელიც კი, ბატონო, თისოფელიც. თუმცა ეს დარჩა მაინც გარკვეული რაღაც სოციუმის თუ თვითონ გარემოს გავლენის შედეგად ინარჩუნებს ეს მოკლედ მნიშვნელობას. ეს უფრო ადამიანების იცით განწყობა არის და დამოკიდებულება, ასე მგონიათ, რომ განათლების მიღება არის უკვე ყველგან შესაძლებელი. კი ბატონო, აი რომ გავიხსენოთ ის სკოლა, აი როდესაც შეხვედი სკოლაში, პატარა რომ იყავი, რა გახსოვს და როგორ გახსოვს ის თუნდაც პირველი წელი ან ის წლები, რომელიც გაატარე ამ სკოლაში?
მახსოვს რომ 9 აპრილამდე რამდენიმე თვით ადრე მეორე კლასში ვიყავი. მაშინ მამიდამ მომიტანა საქართველოს დროშა. ეს სამფეროვანი ქართული დროშა რასაკვირველია და ძალიან შემცხვა რომ ლენინის სურათი მეკიდა მაშინ პატრა ოქტომბრელი ერქვა თუ არ ვცდები. ამიტომ მოვიხსენი ეს ოქტომბრელის სურათი და გავიკეთე დროშა. ანუ დასაბნევ გულზე დასაბნევ დროშას გულისხმობ. დიახ, გვევალებოდა რომ ლენინის სურათი უნდა გქონოდა. არ ვიცი, მაშინ ალბათ ასე გაუცნობიერებლად ხდებოდა და ალბათ ოჯახიდანაც მოდიოდა ეროვნული სულისკვეთებით რომ იყო ჩემი ოჯახი. მეორე კლასაზეც გადმოვიდა ალბათ ეს განწყობა და ყველაზე უფრო მაგარი რამ რაც მახსოვს დაწყებითი კლასები და ყველაზე ძველიდან ეს იყო 9 აპრილს ვერ შევიგრძნობდი ბუნებრივია, თუმცა ყოველი წუთი მახსოვს. იმ დღის ბევრად უფრო კარგად მახსოვს ვიდრე რაც მოხდა დაუშვით 24 წლის ასაკში ან 34 წლის ასაკში, რომ აი ყველა ზე დიდი ტალახი ვიპოვე 9 აპრილს და იმ ტალახში ჩავაგდე ეს ლენინის სურათი რას ვერ ჩოდი არ ვიცი მაგრამ ასე მოვიქეცი ასე ვთქვათ ეს მეგონა რომ ამასთან ერთად თავისუფლებას მოვიპოვებდით ქვეცნობიერად მეორე კლასას არ მექნებოდა ასე კარგად გაცნობიერებული მაგრამ ალბათ ვფიქრობ რომ ქვეცნობიერი იყო ეს მადლობა ამ ისტორიისთვის იმიტომ რომ მეც გამახსენდა ამ დროშასთან დაკავშირებით ჩემი მოგონება ანუ პატარა გულზე დასაბნევი დროშა რომელიც 99 წელი იქნებოდა, რომელიც სხვა შორის მამაჩემმა მომიტანა მე და აი ახლა გამახსენდა ეგ ამბავი მართლა ელვარე ისედაც რაღაცა მბზინავი, კარგად დამზადებული იყო და აი იმდენად მიმზიდველი იყო თან მაშინ ახლა დღევანდელისგან განსხვავებით არაფერი არ იყო ხო ხელმის ამ დროშას ეკრანზეც ტელევიზორშიც კი ვერ ნახავდი ხოლმე და ეს ნივთი მართლა ძვირფასი იყო მაშინ მე უფრო დიდი ვიყავი მაშინ ხო 13 წლის ასაკში დაახლოებით ან სრულად გაცნობიერებულად გამახსენდა ახლა ეგ ამბავი მადლობა კიდევ ერთხელ. მოდი ასეთი რამე რომ შეგეკითხო მასწავლებლებზე მინდა სხვა მასწავლებლებზე შენი მოგონებები და თუ გახსენდება ესეთი რამე მასწავლებლებისგან რომელსაც შენ როგორც მასწავლებელი დღეს აი არ გააკეთებდი ან ისე არ მოიქცეოდი ზოგადად მასწავლებლობაც მეორე კურსზე ვიყავი რომ გადავწყვიტე და ესეც დედამ მომიტანა ინფორმაცია რომ კონკრეტულ სკოლაში იყო ვაკანსია და იქნებ მეცა და გაზეთში მუშაობდი მაშინ ალიაში მიუხედავად იმისა რომ ფილოლოგიურზე ჩავაბარე გაზეთში მუშაობას ვაგრძელებდი სტატიებს წერდი პარალელურად პირველ და მეორე კურსის დასაწყისი იყო ეს ხო არ ვიცი აქაც დაუჯერე დედას ეთყობა ეს თლად მეორე დაჯერება არ იყო, მაგრამ ზოგადად ბავშვი ჯიუტი ვიყავი და ხშირად არ უჯერებდი ხოლმე მშობლებს, მაგრამ ამაშიც დაუჯერე დედას და მივიტანე ეს ასე ვთქვათ შევიტანე განცხადება და რა იყო იცით აი პირველ გაკვეთილზე რომ შევედი მე 11 კლასი იყო თან დიდები იყვნენ და ჩემზე იყვნენ 3 წლით პატარები სულ იმიტომ რომ მე თვითონაც მეორე კურსელი მესამე კურსელი ვიყავი უკაცრავად მეორე კურსი დასრულებული მქონდა. 3 წლით და 2 ბავშვი წლინახევრით იყო პატარა. აი ფაქტობრივად ძალიან მცირე განსხვავება იყო და აი თეატრალები ამბობენ ხოლმე რაღაცა მტვერი აქვს სცენას, რომელიც ვეღარ გამოგიყვანს იქიდან და მე ალბათ ეს დამემართა, იმიტომ რომ წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა ჩემი პროფესია, მე მგონი თქვენს კითხვას ავწვდი რომ შევახსენოთ. უბრალოდ ხო, რას არ გააკეთებდი? რას არ გავაკეთებდი? ყოფილი მასწავლებლებისგან, როგორც მასწავლებელი. ხო, აი ძალიან ბევრი რაღაცა არასც არ გავაკეთებდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სისტემა ისე არის აწყობილი, რომ ხშირად რაც არ მომწონს და ვფიქრობდი, რომ არ გავაკეთებდი, გამიკეთებია. მაგალითად, ახლა სასტიკად ვერ მოვექცევი მოსწავლეს, მაგრამ მოსწავლეს მოვქცევი ვარ მკაცრად და ზუსტად ვიცოდი დასაწყისშივე, ვიცოდი, რომ აი ეს მკაცრი მოქცევა არანაირ შედეგს არ მომიტანდა, მაგრამ რაღაც გაჯიუტება ეთყობა და არ ვიცი რატომ დავიმართლო თავი ადამიანური მომენტია გავჯიუტებულად რას ნიშნავს აი ბავშვობაში დაუბრუნდეთ სასტიკად მოქცევა რა იგულისხმებოდა მაგალითად რა შეიძლება სასტიკად მოქცევა არის ზოგადად ბავშვის ქცევა უნდა შეფასდეს დამთავრდეს იქვე და არ შეიძლება გაიხსენო მისი ცუდი ქცევა და იმის მიხედვით მოექცე რაღაც დააკლო ქულა ბუნებრივია სასტიკ ქცევაში იგულისხმება არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური დასჯა თუმცა მაშინ ფრიად გავრცელებული მეთოდი იყო ასე ვთქვათ ხო ეს ფიზიკური დასჯაც
ხო, ანუ უფრო ფსიქოლოგიური მომენტები გახსენდება ამ შემთხვევაში. აი ფსიქოლოგიური ტერორის უფრო მეშინია მე ზოგადად და საკუთარ თავთანაც უფრო მეტად ვფრთხილობ რომ მგონია რომ არ არის ეს ფსიქოლოგიური ტერორი შეიძლება რაღაც ეტაპზე თლად ტერორი არ იყოს მაგრამ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა მოსწავლეზე და აი ყველაზე მეტად ამას ვფრთხილდები ხოლმე რომ არ გამოვიდეს რაღაცა ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოსწავლეზე. როდესაც უსიამოვნო სიტუაციაში დგება ბავშვი, ხო? როგორც ხვდები, პრინციპში მაყურებლების მიხვდებოდა ამ პირველ სკოლასთან გარკვეული რაღაც ცივი მოგონებები დამოკიდებულება გაქვს და როგორ ვფიქრობ, რით იყო გამოწვეული ეს გარემო, გარდა იმისა, ყბადაღებულ 90-იან წლებს რომ არ დავაბრალოთ, ხო? სხვა მიზეზებზე ხომ არ გიფიქრია? მართალი გითხრათ, პირველი შენიშვნა მასწავლებლისგან მივიღე მე-10 კლასში უკვე 51 სკოლაში რომ ვიყავი, ძალიან გრძელი კაბა მეცვა და რომ მოვდიოდი, ფაქტობრივად ეს კაბა წმენდდა ყველაფერს და ძალიან ისე უხეშად მითხრა ქიმიის მასწავლებელმა, ძველ სკოლასთან არ მაკავშირებს ეს პირადი უსიამოვნებები, რომ მე დამიშავეს რამე. ძირითადად თუ კონფლიქტი არსებობდა, ჩემთან არსებობდა იმის გამო, რომ სხვა უნდა დამეცვა. არ მაქვს ცივი დამოკიდებულება, უბრალოდ ვფიქრობ, რომ აი ხელმეუწვდომელი იყო ძალიან ბევრი რამ და გული მწყდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კლასელები, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, ბუნებრივია, რომ თანაგრძნობას იწვევენ ჩემსას და მინდოდა, რომ მათაც ქონოდათ ეს და არ ქონოდა მარტო მე. ხო, და იცით რა იყო კიდევ აი ძირითადად ახასიათებს, ახლა ჩვენ სკოლებს ახასიათებს ყველგან, მაშინ უფრო გარეუბნის სკოლებს ახასიათებდათ, ცენტრალური სკოლები ცოტა ისეთ დამოკიდებულებაში იყვნენ, მსუბუქ დამოკიდებულებაში იყვნენ, რომ აი რაღაცა ერთს გააკეთებდნენ კარგს და აი ამ კარგზე ეს კარგი უნდა ეკო ყველას. კარგია, რა თქმა უნდა, კარგი უნდა შევაქოთ, მაგრამ იმის იქით, რომ უამრავი წვრილმანია, უამრავი ნაკლია გამოსასწორებელი, ეს არ უნდა ვახსენოთ, არ შეიძლება. რამდენჯერმე ახსენე და რა დასამალია ეს პრინციპში იყოფოდა და იყოფა ალბათ ახლაც სკოლები ცენტრალური. აი რას ნიშნავდა ეს ცენტრალური სკოლა? და როგორ იგრძენი თავი ახალ სკოლაში 51 სკოლა ხო აი ფილარმონიასთან არსებული დღესაც ამავე ნომრით სკოლა და ხომ არ გიგრძნი არ დაგინახავს დავუშვათ თუნდაც დამოკიდებულება ან თუნდაც გარემო ან რაღაცა ქცევები თანაკლასელებსა თუ მასწავლებლებს რა იყო ეს განსხვავებები უფრო ღიაები იყვნენ და გახსნილები იყვნენ. ვიდრე გარეუბნის ბავშვები და მასწავლებლებიც სასაკურველია. დღესაც მეტად გახსნილები არიან ესენი უფრო, მაგრამ დღეს როგორც წეღავ თქვი, ინტერნეტმა მეტნაკლებად გახსნა ადამიანები თავდაჯერებაც მოუმატა ცოდნასთან ერთად და ბევრად სხვანაირები არიან. გარდა ამისა, უამრავი პროგრამა არის კიდევ, რომ რაღაცა იცით, აი უფრო მეტად დაფასებულია, რომ თუნდაც პროგრამით რომ მუშაობ რაღაცა რეგიონში, მაღალმთიან სკოლაში, შეიძლება ძალიან რთულია და რთულ პროცესებს უკავშირდება, ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, დაფასებულია საზოგადოებისგან, ვიდრე ცენტრალურ სკოლაში რომ მასწავლებელი. ანუ შეიცვალა ფასეულობები. შენი ბავშვობის, აი მე-10 კლასელი რომ ხარ და რომ წარმოიდგინო, ხომ არ გახსოვს რაიმე ისეთი დამოკიდებულება შენ მიმართ აი ახალ სკოლაში რომ გადახვედი. პირიქით. თუ იმდენად ღია იყო ძალიან დამოკიდებული ბავშვები იყვნენ, ანუ თანაკლასელები, ხო? ანუ უმტკივნეულად გადალახე ეს რაღაც შეგუების პერიოდი. მე ჩემი მშობლების დედის მამის მაძლევდნენ განათლებას, მქონდა ის წიგნი 90-იან წლებშიც და არა მხოლოდ წიგნი, თეატრი იყო თუ რაც არსებობდა 90-იან წლებში, ყველაფერი მქონდა იმ გარეუბანში, მიუხედავად იმისა, რომ და მანამდე კიდევ აქეთ ცხოვრობდით და ალბათ ეგეც დამეხმარა ბესიკის ქუჩაზე. ალბათ ეგეც დამეხმარა, არ გამჭირვებია საერთოდ იმ ბავშვებთან ურთიერთობა, პირიქით, დღემდეც მეგობრობთ და არანაირი პრობლემა არ მქონია, რომ მე ქალაქის გარეუბნიდან თან ძალიან უცნაური სახელი ჰქვია ჩვენს უბანს, რომ ქალაქის გარეუბნიდან დავდიოდი ცენტრალურ სკოლაში. არც ერთხელ არ მიგწვნიეს. აფრიკა ჰქვია ჩვენს უბანს და აფრიკა უკვე ახლობელია. ხო, დღესაც კი რაღაც გაოცებით იტყვია ხოლმე რომ აფრიკა. მშობლებზე მინდა კითხვა ახსენე რამდენიმეჯერ გითხარი მშობლებზე
მაშინაც და ხო რა გავლენა ჰქონდათ თუნდაც განათლების მიმართულებითაც ხვდები რომ ხელს გიწყობდნენ როგორც თქვი გითხარი მათზე და თქვენს ოჯახზე მოკლედ მამაჩემი მებრძოლი იყო ვეტერანია ომის ვეტერანია რომელი ომის აფხაზეთის ომის სამწუხაროდ მისი ტკივილია დღემდე და დიდი ტრავმები წამოიღო იქიდან აი მამაჩემი იმდენ ძლიერი კაცი იყო სხვათა შორის ეს სტერეოტიპი არ მომწონს ძალიან მაგრამ პირველად მისი ცრემლი სწორედ 9 აპრილს მახსოვს და სულ 2-ჯერ 3-ჯერ შემინიშნავს თვალში მომდგარი ცრემლი რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა ჩემთვის მამის და დედის ცხოვრება ორივე უმაღლესი განათლებით იყო დედა სამწუხაროდ ამ ქვეყნად აღარ არის თუმცა აი ყოველთვის ცდილობდნენ რომ ჩვენთვის ყველა შესაძლებლობა შეექმნათ იმისაც რომ არ ჩავრჩენილიყავით გარეუბანში და გქონოდა კავშირი სამყაროსთან სასახლეში დავდიოდით ნიჭიერთა აწლეთში დავდიოდი კონსერვატორიასთან მეც ჩემი დაც საგუნდო სადირიჟორო განხრით ვიყავი მე და ჩემი და ფორტეპიანოზე ხომ ნუ ერთ სიტყვით ქონდა ეს შესაძლებლობა და ეს იცით რა არის განვითარება ურთიერთობებზე მოქმედებს ზოგადად იმიტომ რომ ადამიანებს მეტნაკლებად აქვთ ასეთი განწყობა რომ უნდა სჭირდებოდი ადამიანს რომ რაღაცა გარკვეული ურთიერთობა ჰქონდეს შენთან ხო მათ შორის მე-10 კლასშიც მე-7-შიც და უკვე ზრდასრულ ასაკშიც როგორც ქართულის მასწავლებელი აი რომ გაიხსენო შენი მოსწავლეობა როგორ სწავლობდი ამ საგანს ასე რომ შეგეკითხო უხეშად ახლა დღეს მოსწავლეებს აფასებ მრავალ მხრივ სხვადასხვანაირს და ასე შემდეგ აი რომ წარმოიდგინო თქვა მე-10 კლასელი მაია რა ნიშანს დაუწერდი დღეს აი მე-10 კლასში მაიას ხო ქართულს ძალიან კარგად ვსწავლობდი ლიტერატურა მიყვარდა ვკითხულობდი ძალიან ადრე ასაკიდან პირველი წიგნი იყო უქარქაშო ხმლები თუ არ ვცდები მეორე კლასში წავიკითხე დედა ისტორია ალბათ დედა ისტორიამდე უქარქაშო ხმლები მაქვს საკითხული საინტერესო ხო ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი თავიდან ხა ვოლტერი რომ წავიკითხე მე-6 კლასში ვერ გეტყვით რომ თავიდან ბოლომდე გავიგე მოგვიანებით წავიკითხე კიდევ მაგრამ აი რაღაც ის მაინტერესებდა რაც დიდებს ჰქონდათ ხელში ჩემი შვილები კითხულობდნენ მამიდები ბებიაც და რა გაიგე ამ ვოლტერში ბოლო-ბოლო მე-6 კლასში გაიგე რამე აბსოლუტურად ვერაფერი სახელები დავიმახსოვრე არ დაანებე თავი არა აი ეს თვისება მქონდა ყოველთვის ბოლომდე უნდა მიმეყვანა გვიან ვისწავლე ეს რომ თუ წიგნი არ მოწო შემიძლია და მიხედავდი იმისა რომ ვერ გებულობდი ხო საინტერესო ბევრი წიგნი მაქვს ეგრეთ წაკითხა მე რატომ გამახსენდა ახლა მასე წავიკითხე უпроსტად დავიწყე ვეფხის სტრაუსის კითხვა ალბათ არ ვიცი რომ მე-5-ში შეიძლება ვიყავი სულ ახო გახსოვს მაშინ იყო რომ აი ვეფხის სტრაუსანი ხშირად ტელევიზიაში ძირითადად და მეც მეთქი რა არის ასეთი რომ ხო დავიწყე მაგრამ მე ვიწვალე და მივხვდი რომ უნდა დამენებებინა თავი ხო ანუ შენ ფიქრობ რომ ქართული თუმცა ქართული არის თუ არა ის აი რასაც ჩვენ საგან ქართულს ვეძახით წიგნების კითხვა მესმის რომ მკითხველი, კარგი მკითხველი იყავი, ან ბევრს კითხულობდი, ასე ვთქვათ, არაპროგრამულ წიგნებს, მაგრამ ხო საგანი მაინც სხვა რამეს გულისხმობდა. ანუ მაინც 10-იანს დაუწერდი, ასე ვთქვათ. დაუწერდი, იმიტომ რომ ხსნედი გრამატიკის ნაწილს, ჩემი მასწავლებელი ძალიან ჩქარა ლაპარაკობდა მე 9 კლასში. უფალმა აცხონოს დღეს აღარ არის სამწუხაროდ. ძალიან ჩქარა ლაპარაკობდა და თვითონაც გრძნობდა რომ ვერ აგებინებდა ბავშვებს და თხოვდა ხოლმე რომ აი ეს შენ გააგებინაო და ფაქტობრივად ყველა თემას ხსნიდი მე თუ რაღაცა გამიჭირდებოდა რაღაცა მე მესმოდა მისი ენა და კიდე კითხებოდი ისტორიასაც სწავლობდი როგორც ისტორია ძალიან მიყვარდა მამისგან რომ мама ისტორიკოსია და სულ ზღაპრებით შემაყვარა ბავშვობიდან ის კი არა ცოტა გამიჭირდა კიდეც მე იმ ზღაპრების რეალობაში გარდაქმნა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი დეტალი იყო ხა ბავშვს სხვანაირად ასწავლიან ბუნებრივია საბავშვო ბაღში სხვანაირად უყვებიან გოგებაშვილის ისტორია არ არის ისტორია ხო და მამა ჩემს ასეთ ამბებს გვიყვებოდა ხოლმე ლეგენდებიც უყვარდა ისტორიასთან ერთად და კარგად ვსწავლობდი ისტორიასაც რომელ
სწავლობდი კარგად ძალიან. თუმცა საგნებს მაინც და მაინც არ ვარჩევდი. აი 51 სკოლაში დიფერენცირებული იყო სწავლა. მაშინ ძალიან მომწონდა, რომ დიფერენცირებული იყო, მათემატიკასაც ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდნენ, პირამიდებს გვაზომინებდნენ და რაღაცა ის მსუბუქი თემები იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ზოგადი განათლება უნდა მოიცავდეს ყველა საგანს. უბრალოდ ზეპირობაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული და რაღაც მეხსიერებაზე ორიენტირებული სწავლება 21 საუკუნეში ცოტა სასაცილო ხდება. სტილი უნდა შეიცვალოს სწავლების, თორე აი ის ფუნდამენტური საკითხები ყველა საგანში, მე მაგალითად ქიმიის ცოდნა დამჭირვებია სტატიებს როცა ვწერდი მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ფიზიკის ცოდნა დამჭირვებია, გამიხსენებია რაღაცები. რომელ საგანზე შეგიძლია თქვა, სკოლაში რასაც გასწავლიდნენ, რომ აი არაფერი არ წამოვიღია ამისა? გეოგრაფია. კიდევ? ბიოლოგია არ მიყვარდა კიდევ, მაგრამ არაფერი წამომიღია, ამას არ ვიტყვი. გეოგრაფიიდან მართლა არაფერი წამომიღია. ნუ ხო მე ალბათ ცხოვრება რაღაცა დღესაც კი მიჭირს აი ელემენტარული რაღაცების გარჩევა გეოგრაფიაში. ხო, რთულ საკითხს ვეხები ჩვენ, იმიტომ რომ რა უნდა ისწავლებოდეს და რამდენი და რა არის ის ძირითადიო, როგორც ჩვენ თქვი, თითოეულ საგანში. რთული დასადგენია და ჩვენ სხვადასხვა საგნის სპეციალისტი რომ დავსვათ მაგალითად სხვადასხვა რამე სიტყვის ყველა. ხადია. შეუთანხმებელია და ეს შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები იყო მაშინაც ვიღაცის მიერ გადაწყვეტილი და გვაქვს დღესაც ხო და ამ სიტუაციაში შესაბამისად ბავშვები წვალობენ, გაუგებრობაში არიან და მინდა ახლა როგორც მასწავლებელს გკითხო, აი როგორც მასწავლებელი, ქართულის მასწავლებელი, რამდენად ყვაყოფილი ხარ შენი მუშაობით, რამდენად აღწევ წარმატებას მოსწავლეებთან, ან რამდენ პროცენტთან ასწრებ, ასე ვთქვათ, ხო, და რამდენთან ვერ ასწრებთ. იცით რა მიხარდა ჩემს მასწავლებლობაში დაწყებით ნაწილში ახლა 25 წელი გავიდა უკვე რაც სკოლაში ვარ წელს და შესულდა 25 წელი ზუსტად 26 წელი დაიწყება სექტემბერში. იმით ვიყავი კმაყოფილი რომ ახალი მეთოდები განაპირობებდა იმას რომ მეტნაკლებად ყველა მოსწავლე ჩართა პროცესში. და სხვადასხვა აქტივობა ეხებოდა ყველა მოსწავლეს. სამწუხაროდ პანდემიამ ძალიან გაართულა საქმე და ამას დაემატა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მარტო მასწავლებლებზე აღარ არის უკვე დამოკიდებული, რომ შეხტეს და შემომზრიალდეს, ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ მოსწავლეს мотиваცია არ აქვს სწავლის. რატომ უნდა ვისწავლოთ, აღარ აკმაყოფილებს პანდემიის შემდეგ მოსწავლეს პასუხი, რომ გაიზარდო და უკეთესი გახდა თვითშემეცნებისთვის ისწავლო, უფრო მეტი შეძლო, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, უკეთესად იცხოვრო. ეს აღარ აკმაყოფილებს. შესაბამისად, აი 90-იან წლებში რა პრობლემაც იყო ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, რომ 3-4 მოსწავლე ვსწავლობდით, ზოგი რაღაც გარკვეულ საგანს, ზოგი ყველა საგანს არ ვისწავლობს არასოდეს, უბრალოდ მეტნაკლებად რაღაცა ხდება ხოლმე, კარგად ვიცით ამ მედლების შემთხვევაში. მაგრამ აი ეს პერიოდი დაბრუნდა ფაქტობრივად პანდემიის შემდეგ. მოდი მაშინ მითხარი 20-20-მდე რა ხდებოდა? ანუ წარმატებული გამოცდილება გითხარი შენ პედაგოგობის. იცით რა არის აღწევდი მოსწავლეთა უმრავლესობასთან? დიახ, მოსწავლეთა უმრავლესობასთან ვაღწევდი და რაღაცას მაინც აკეთებდა. თითოეული მოსწავლე რაღაცას მაინც აკეთებდა. მინიმუმს მაინც აკმაყოფილებდა. აი, ეს რაღაცის კეთება ნიშნავს მინიმუმის დაკმაყოფილებას. ვთქვათ, ხუთიანი რომ დაუწერო ისე რომ თითქოს საგანში რაღაც დასლია და არა, შეუძლია მაგალითად წერილის დაწერა, მონოლოგის დაწერა, რაღაცა შეუძლია. რა არის იცით, მაიეკ კარგი თემაა მონოლოგი და წერილი. დღეს ჩვენი ახალგაზრდები გამუდმებით წერენ. სინამდვილეში ეს არის მონოლოგიც და რაღაცა წერილიც და ასე შემდეგ, ხო? რაშიც არ ვიცი ეს სკოლის დამსახურება რამდენად არის. უფრო სხვა რამის დამსახურებაა და ჩვენ თუ კარგად დაუკვირდებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს სხვა რამე ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად მამოტივირებელი და უფრო კარგი მასწავლებელიც არის ხოლმე, ვიდრე აი ჩვენ რო ვაკეთებთ ხოლმე გაკვეთილებზე ისეთი რამეები, ხო, რომ არ გავაგრძელოთ, ხო, საინტერესო თემა თავისთავად.
ზეპირობაზე მინდა ასეთი აზრი გაგიზიარო და როგორ ფიქრობ შენ მეც იმ სკოლისა და იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, როდესაც გვაიძულებდნენ, არ ვიცი, ახლა მოგვეთხოვებოდა რომ ბევრი რამე ზეპირად დაგვემახსოვრებით. მაგალითად, ჩემს დროს ძველი ქართული მწერლობა ისწავლებოდა მერვე კლასში. რაც დღეს მე-10 კლასში ისწავლება, ხო? რაც შეუსაბამოდ რთული იყო მაშინ, ხო? ბავშვებისთვის და ამიტომაც აქცენტი კეთდებოდა რომ რაღაცა ნაწილები დაგვეზეპირებინა ეგრეთ წოდებული საზეპიროების სახით, ხო და როგორ ვამართლებ ხოლმე იცი ხანდახან რომ ეს ბავშვები ხო მაინც ბევრ რამეს ვერ გებულობენო და მოდი დაიზეპიროს რომ მე რომ გაიზრდება იქნება მე გაიგოსო ხო მე ვერ ვამართლებ სხვა ანუ რა მეც ცხადია მაგრამ უბრალოდ რაღაც თქო უნდა გაამართლო რაღაცა საქციელი ხოლმე მეთქი და ამ რაღაც ერთ პლუს ვუძებნი ხოლმე არ ვიცი რამდენად და როგორ გებულობენ დღეს თუნდაც მე-10 კლასელები იმავე ძველ ქართულ მწერლობას არ ვარ დარწმუნებული ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ ნახევარზე მეტს გულისხმობ ამ შემთხვევაში წარმატება რომ დავარქვენ საქმეს ნახევარზე მეტთან ხომ უნდა იყოს ის წარმატებული და ამაში არ ვარ მეთქი დარწმუნებული სკოლის დირექტორზე მინდა კითხო თუ გახსენდება არა მაინც და მაინც პიროვნულად ან რამე ან რა გახსენდება ბავშვობიდან ვინ იყო ეს ფიგურა ან რა წარმოდგენები გქონდათ რას აკეთებდა ან პირადად შეხება ხომ არ ქონია სკოლის დირექტორთან იცით რა არის კარგად რომ სწავლობდი მასწავლებლებთან და დირექტორთან მქონდა მეგობრული დამოკიდებულებაც ანუ არ მქონდა ისეთი დამოკიდებულება და არ ვთვლი რომ დღეს შეიცვალა ეს დამოკიდებულება ჩემს ბავშვობაში ანუ 90-იან წლებს გულისხმობ 98-ში დავამთავრე სკოლა ხომ რომ აი რაღაც ხელშეუხებელი იყო რაღაცა გარკვეულ საგნებს არ იყენებდა მასწავლებელი ან ასეთი დამოკიდებულება მასწავლებელთან არ მქონდა არც მე ალბათ რა ვიცი ერთად გავიარეთ ის პერიოდი რომელ პერიოდსაც გაჭირვების პერიოდს უწოდებენ და ყველას გაუჭირდა და უფრო ადამიანურები გახდნენ ანუ დირექტორთან გქონდა ხოლმე უშუალო შეხება და რაღაც კი აი მე მახსოვს მე-9 ან მე-8 კლასში ვიყავი ზუსტად იმ ძველ სკოლაში როცა აი ძალიან ბევრ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას რაც პირველი ვიყავი ყოველთვის და ერთხელაც კონკურსი იყო მე მოვამზადე ყველაფერი რამდენიმე ტურად მზადდებოდა ეს რაღაც ისეთი კრეატიული რაღაცებიც გავაკეთეთ და რა თქმა უნდა სიტყვაც ჩემი დასაწერი და სათქმელი იყო და იმდენად გავთამამდი რომ წინასწარ სიტყვა არ დავწერე და ჩავფლავდი გამოვედი და აი ვერაფერი ვერ მოვახერხე საკუთარი თავის იმედზე გასულმა ყველაფერი გავაფუჭე და აი ეს 8 ეტაპად იყო დაყოფილი 7 ეტაპი ხო მთლიანად ჩემი გაკეთებული იყო იმიტომ რომ გუნდური მუშაობა დღესაც გვიჭირს აი თუ მკითხავთ რა არის სკოლაში ყველაზე რთული გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა არის სკოლაში ყველაზე რთული და დღემდე მიუღწეველი თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ვცდილობ მაგრამ ნუ ალბათ სათანადოდ არც ჩვენ ვცდილობთ მოკლედ აი ეს ჩაფლავება გამოასწორა სკოლის დირექტორმა სახლში მოვიდა ჩემთან და მომიყვა თავისი ბავშვობის ამბავი თვითონაც როგორ შეეშალა ცოტა სხვა რაღაცა რაც ჩემთვის მასტიმულირებელი იყო და რა თქმა უნდა სკოლაში წავედი ანუ ინერვეულა ესე იგი და ანუ პირადად არ დამრიგებელი დირექტორმა ხო რამდენიმე დღე არ წავედი სკოლაში და ნუ ალბათ დედამ შეატყობინა კარგი ადამიანი ყოფილა. კი, კარგი ადამიანი იყო, ქალბატონი ლალი სამხარაძე დავასახელებ. ხო, რაღაცნაირი ისეთი ჟესტია, თან მაშინ ახლა დირექტორი სახში დადის მოსწავლესთან თან რაღაცა აი ამ მე ვარ მახსენდება რომ ან მე ყოფილიყო, შესაძლებელია საჭიროება დაინახა რომ ამ დროს მოსწავლის გვერდით უნდა ყოფილიყო და კლასის ხელმძღვანელი ვერაფერს შეცვლიდა. მე-8 კლასში ვიყავი, გამახსენდა მე-9-ში არა. კარგი ამბავი იყო, მადლობა. დირექტორი ახლა ხვდები რატომაც გეკითხები უკვე ამ თემას და რატომ დავიწყეთ ჩვენ ამ საკითხზე საუბარი. გასულ წლებში შენ მონაწილეობდი საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსში. როგორც გამოცდა ჩაბარებული და ასე ვთქვათ, რამდენიმე გზის კვალიფიციური კადრი და მოდი მოკლედ გითხარი, როგორ დამთავრდა ეს შენი სადირექტორო კონკურსში მონაწილეობა და
შემდეგ კიდევ არ დამთავრებულა ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ უბრალოდ რომ მე არ ვთვლი რომ ჩვენი მთავრობა არის ლეგიტიმური იქიდან გამომდინარე რომ არაფერს არ იღებენ ადამიანებისას 200-ზე მეტი დღეა პროტესტია და ერთი სიტყვა არ ესმით ამ ადამიანებს მოდი ჯერ დირექტორების ამბავი მოვიყევით არ დამთავრებულა ეს ჩვენ შევწყვეტეთ განათლების სამინისტროსთან კონტაქტი ზუსტად არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ნოემბერი იყო 28 ნოემბერი ან 25 ნოემბერი მანამდე ყოველ 4 შაბათს მივდიოდით და ვითხოვდით პასუხს დირექტორების კონკურსზე რომელიც არ გქონდა რამდენი 2023 წლიდან დაიწყო გამოცდა ეს ახალი გამოცდა და 2023 წლიდან აგერ 2025 წლის 25 ნოემბრამდე ვითხოვდით მათ შორის ბოდიში მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს ესე იგი 23 წელს ჩატარდა გამოცდა შეარჩიეს კანდიდატები რომლებმაც რაღაც გამოცდა ახლა არ ჩავყვებით ციღრმეებს ჩააბარეს წარმატებით შემდეგ პროცედურა ასეთი იყო რომ ინიშნებოდა ამ გამოცდა ჩაბარებულ ადამიანებთან გასაუბრება სამინისტროში და ეს სამინისტროს გამსაუბრებელი კომისია წყვეტდა რომელი კანდიდატი უნდა წარედგინათ სკოლაში სამეურვეო საბჭოებისთვის ასარჩევად და შემდეგ ის სამეურვეო საბჭო ან აირჩევდა ან არა და შენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს ამბები ხომ ჩემ შემთხვევაში მე ვუკავშირებ იმ ამბავს რომ 2015 წლის თებერვალს დავიბარეს პარტიის ოფისში მითხრეს რომ ჩავიბარებდი ერთ-ერთ სკოლას მე მაშინაც მქონდა ჩაბარებული გამოცდა მითხრეს რომ ჩავიბარებდი ერთ კონკრეტულ სკოლას დამისახელეს ის სკოლა მაგრამ და რა თქმა უნდა აღარ გავაგრძელებინე და ვუთხარი რომ ჩვენ ძველი მთავრობა გადავირჩიეთ იმიტომ რომ პარტიის ოფისში დირექტორები ნუ ამ წინადადებას ფორმულირებაც სხვა იყო, მაგრამ შინაარსი ეს იყო, რომ პარტიის ოფისში დირექტორები არ უნდა ირჩეოდეს. ამის შემდეგ მე გავხდი მიუღებელი და შესაბამისად წერით გამოცდებს ვაბარებ ყოველთვის, მრავალგზის ჩავაბარე უკვე, მაგრამ ზეპირი გასაუბრება არ გამოდის ჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრება იდეალურად გადის სხვათა შორის აქ სამინისტრო არ მორიდეობია არანაირ ტყუილს პროკურატურაშიც მაქვს შეტანილი გამოძიების მოთხოვნით რასაკვირველია, ანუ იტყუებიან კომისიის წევრები საერთოდ სხვები არიან, სხვები აწერენ ხელს, თვითონ რას წერენ, თვითონაც არიციან, აბსოლუტურად ერთნაირი დაბალი ქულით აფასებენ ყველაფერს და უფრო მეტსაც გეტყვით. გამიშვეს სკოლაში წარდგენაზე, აი სამეურვეო მხო უნდა აირჩიოს, გამიშვეს იმ სკოლაში წარდგენაზე, რომელზეც ერთი სიტყვაც არ მithქვამს, გარდა იმისა, რომ შეკედლებულია სხვა სკოლასთან, შესაბამისად ურთიერთობის პრობლემებიც ექნება სხვა პრობლემებთან ერთად და ვუთხარი ის რომ ამ სკოლაში თუ გამიშვებთ მოქმედი დირექტორი მონაწილეობს და ფაქტობრივად იმას ნიშნავს რომ არ გამიშვებთ და ზუსტად იქ გამიშვეს და ქულა დამაკლეს იმ სკოლაზე სადაც იმაზეც კი ვისაუბრე რომ სად იყო პარკეტი ამოვარდნილი აბსოლუტურად ყველაფერზე გეგმიდან დაწყებული 20 წუთიანია გასაუბრება და 53 წუთი ვლაპარაკობთ თუმცა ის სადაც გაგიშვეს ის სკოლაც შენი შერჩეული და შენი მონიშნული იყო მაგრამ არა იმ პრიორიტეტი მაგრამ არა იმ პრიორიტეტი და თან დავასახელე რომ მოქმედი დირექტორი მონაწილეობს და მეორეც აი ეს შერჩევა ამ ეტაპზე იყო როგორ იცი ჯერ ტესტირება არ იყო დაწერილი სამი სკოლის არჩევანის უფლება რომ მოგცეს რეალურად ჩვენ არ ვიცოდით რამდენი კონკურენტი გვეყოლებდა არაფერი არ ვიცოდით და ეს არ იყო განსაზღვრული რაღაცა კონკრეტული ასე ვთქვათ პრაგმატულად განსაზღვრული ვერ იქნებოდა ვერავინ ვერ განსაზღვრავდა პრაგმატულად ამას ერთი დავამატოთ კიდევ ერთი შტრიხი ამ დირექტორების ეგრეთ წოდებულ არჩევნებს. როდესაც თბილისი რომ ავიღოთ სამაგალითოდ, თბილისის ფაქტობრივად ყველა სკოლაში იყო მაღალი კონკურსი, ანუ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა წარდგენილი უკვე გამოცდა ჩაბარებულ კანდიდატს, ანუ წარდგენილი ჰქონდა სკოლებში კონკურსი იყო, კონკურენცია იყო. კი ბატონო. და ეგრეთ წოდებული გასაუბრებების შემდეგ, რომელიც სამინისტროში ჩატარდა,
კონკურსში ყველა სკოლაში, თბილი, ფაქტობრივად ყველა სკოლაში წარდგენილი იქნა მხოლოდ ერთი კანდიდატი. და ამანაც გამოიწვია ის პროტესტი, რომელსაც მიმართავდი პირადად ჩვენ დღეების და თვეების განმავლობაში, შიმშილობდი კიდეც სამინისტროს წინ. ერთი რამე მინდა შეგეკითხო. და ბოდიში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სამინისტროდან არც ერთი ადამიანი არ გამოსულა და უბრალოდ ადამიანურად არ მოუკითხია იქ მყოფი ადამიანები. ნუ რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროა და რაღაც ისეთ საკითხებს წყვეტს, რომ ადამიანობა არის მნიშვნელოვანი ასეთ საქმიანობაში, ასეთ საქმეში. აქ ერთ-ერთი მოთხოვნა ისიც იყო, რომ აი მოდი შევხვდეთ კიდევ თქვათ მინისტრთან თანდასწრებით ან ვინმე სხვასთან ერთად კომისიის წევრებს და ვისაუბროთ, აი რატომ მოხდა ასეთი შეფასება, ნამდვილად იყო თუ არა ან დაიცავთ თუ არა თქვენს გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ, რაც არ კომისიას არაფერზე პასუხი არ ქონდა, გიორგი, იმიტომ მოვითხოვე პროკურატურაში განცხადება, იმიტომ შევიტანე, რომ პირდაპირ იტყუებოდნენ და მხოლოდ ტყუილი შეუძლიათ, მათ არანაირად არ შეუძლიათ, რომ პასუხი გასცენ რაღაც. თუმცა პროკურატურიდან პასუხი არ არის. პროკურატურიდან პასუხი არ არის, წელიწადზე მეტია გასული. რა გასაგებია, რომ სამინისტროდან არ იყო რაღაც არც არათუ მხარდაჭერა, არამედ რაღაც უბრალო კომუნიკაციაც კი სხვა საზოგადოების სხვა ნაწილიდან გნებავთ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ უბრალოდ ჩვეულებრივი სხვა კანდიდატებისგან ამ კონკურსში ჩართული კანდიდატებისგან ან მასწავლებლებისგან ან სხვა დირექტორებისგან რა დამოკიდებულება იყო და როგორ გიყურებდნენ თქვათ ან რამდენად გიჭერდნენ მხარს საზოგადოებრივი ჯგუფები არასამთავრობო იქნებოდა ეს თუ სხვა ორგანიზაციები ნამდვილად გვერდით დაგვიდგნენ ტელევიზიაც მუდმივად აშუქებდა მართალია მე-40 წუთს ან 50 წუთს მაგრამ გასაგებია რომ ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც არის თუმცა ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო და აი ახლა რაც გვჭირს ეს 200 დღიანი პროტესტი რომ არ დასრულდა სწორედ ამ დირექტორების კონკურსით დაიწყო იმიტომ რომ დირექტორები დამასწავლებლები ძალიან კარგად გამოიყენეს სამწუხაროდ საარჩევნოდ და ძალიან ცუდი რამ აკეთებინეს. შესაბამისი იყო რეაქციაც. მასწავლებლებისგან ჩუმი წერილები, რა თქმა უნდა, მე ისეთი სასაცილო რამ გადამხდა მეტროში შემხვდა ერთი გოგონა ახალგაზრდა და გადმომცა რეგიონიდან ერთი მასწავლებლის წერილი, რომ წავიკითხე, მართლა სიზმარში მეგონა. თავი აი ხანდახან მე თვითონაც მიჭირს, რომ დავიჯერო, რომ 21 საუკუნეში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, რომ სამინისტროსთან ვერ მომიტანა იქ ვათენებდი და ვაღამებდი და ამედევნა და მეტროს ბაქანზე გადმომცა ეს წერილი. ძირითადად პირადი წერილები მაქვს მასწავლებლებისგან მხარდამჭერი კანდიდატები ძალიან ერიდებოდნენ ამ დროს ურთიერთობას, მათ შორის აი კარგი ურთიერთობა რო გქონდა ის კანდიდატებიც კი, იმიტომ რომ ალბათ იმედი ჰქონდათ დანიშვნის და თუნდაც ჩაჭრილი კანდიდატები. ჩაჭრილებიც კი, ხო, აი წერაში ჩაჭრილებიც კი, არა თუ ზეპირ გამოცდაზე გასაუბრება, წერაზე ჩაჭრილი კანდიდატი, ანუ მომავალში ვისაც იმედი აქვს, რომ რაღაცა თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს, მისთვის საფრთხეა ის მასწავლებელი, რომელიც აპროტესტებს სამინისტროსთან. ეს მე როგორც მახსოვს, დაახლოებით 40-მა კანდიდატმა შეიტანა სასამართლოში, ანუ გაასაჩივრა ეს ამ კონკურსის შედეგები, ხო, მეტი არ იყო. თუმცა 40-იც არ არის ცოტა, მაგრამ აი საპროტესტოდ ის 40 ადამიანიც არ გამოდიოდა გარეთ. ინტერვიუზე ის 40 ადამიანიც არ მიდიოდა, იმიტომ რომ ალბათ ეგონათ, რომ ასე უფრო მიიღებდნენ თანამდებობებს. როგორ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა გულისხმობ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ამ შემთხვევაში უფრო მეტი რამე გაეკეთებინათ. ან საჭირო იყო თუ არა ეს. არა მხოლოდ განათლებით დასაქმებული თუ დაინტერესებულ ორგანიზაციებს არ გულისხმობ მე. თუნდაც აი არასამთავრობო სექტორი, რასაც ქვია, რომ ამ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი მუშაობა და მეტი ვთქვათ ხმის ამოღება იყო საჭირო. აუცილებელიც იყო და შესაძლებელი იყო კი როგორ არა კონსოლიდაციით გაერთიანებით ახლაც რაც გვჭირს ზუსტად გაერთიანების არარსებობის გამო და აი ამ პროპაგანდის მანქანის მუშაობის გამო გვჭირს რომ არ გვესმის ადამიანების სხვა ადამიანების და რეალურად ის პრობლემა მე ჩვენზეც მოქმედებს და ჩვენზე უფრო მოქმედებს მე ვიდრე იმ ადამიანზე ვინც აპროტესტებს იმიტომ რომ ის ადამიანი იმით მაინც
გრძნობს სრულყოფილებას, რომ აპროტესტებს და შეუძლია ხმა მოიღოს. ის ვერც ხმას იღებს. შენ ვერც ხმას იღებ უბრალოდ ასეთ დროს. აუცილებელი იყო კონკრეტულად შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ. რაც გააკეთეს იყო ის, რომ კვლევა ჩატარდა, დადასტურდა, ეს ტელევიზიები აშუქებდნენ ამ ყველაფერს, განცხადება გააკეთეს დიახ, მაგრამ მეტის გაკეთება იმით შეიძლებოდა, რომ აიცით რა არის უკვე გადამწყვეტ მომენტში, რატომღაც ყველა იხევს უკან. აი როდესაც მინისტრმა აღიარა შეცდომა და თქვა რომ ჩვენ ამას შევცვლით, მე დაუკავშირდი რამდენიმე ორგანიზაციას და აი პირდაპირ ასე ვიტყვა, მაია მოიცა ახლა შეჩერდი. დავაცადოთ რას გააკეთებს და კი მაშინვე უთხარი, ჩაატარებს კონკურსს ისეთივე ხარვეზებით. ხომ ჩაატარა კონკურსი ისეთივე ხარვეზებით, ზუსტად ის მოხდა. ცოტა მეტი მუშაობა დასჭირდა, თუმცა შედეგების თვალსაზრისით იგივე შედეგი იგივე გააკეთეს ზუსტად, იგივე ტყუილი გააკეთეს, ზუსტად მეორე კონკურსი იყო ის, რომელზეც არ მილაპარაკია იმ სკოლაში, მაღალი ქულა დამიწერს, არ მილაპარაკია, საერთოდ არ მილაპარაკია, ხა ცხადზე ცხადია, ხო? და რომელზეც ვილაპარაკე და დავიხარჯე, გავარკვიე ყველაფერი, სხვა შორის იმ სკოლაშიც ნაკლები შანსი იყო, რომ გავსულიყავ, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭოს უდოდა ძველი ვერ ჩაბარებული დირექტორის დატოვება. განა იმ სკოლაში ხალიჩებით კი არ მელოდნენ, მაგრამ აი დაშვების დონეზეც არ დაუშვეს. იმ სასტიკ სამეურვეოსთანაც არ მიმიშვეს, ასე ვთქვა. უფრო დახვეწილად ჩატარდა, და ცოტა მეტი მუშაობა დასჭირდა. ხო, ვერ ვიტყვი, რომ უფრო დახვეწილად ჩატარდა, იმიტომ რომ ისევ იგივე შეცდომები დაუშვეს. ისევ არ იყო კრიტერიუმები, იმ დღიდან ვითხოვთ ზუსტად კრიტერიუმებს, გიორგი, თქვენ მეგონა მაშინ აღარ მიგიღიათ მონაწილეობა, ხომ ამ კონკურსში. იმ დღიდან ვითხოვთ კრიტერიუმებს და კრიტერიუმებს არ გვაძლევენ. 25 ნოემბრამდე, 25 ნოემბრიდან 2024 წელი იყო, ხომ? 25 ნოემბრიდან ჩვენ აღარაფერს აღარ ვითხოვთ, იმიტომ რომ არ მიგვაჩნია. აქვე გკითხავ, აი უცებ მითხარი, რაც გაგახსენდება, რომ იყო შენ სკოლის დირექტორი, აი პირველი რა გინდა რომ გააკეთო სკოლაში. გავათავისუფლო პირველ რიგში მასწავლებელს და მოსწავლეებს. იმიტომ რომ თავისუფლების გარეშე განათლება არ არსებობს. არ შეიძლება რომ ხელით გეჭიროს რაღაცა, ხელით დაიჭირ რაღაც გარკვეულ ეტაპზე. მშობელს შვილი უჭირავს გარკვეულ ეტაპზე, მკაცრად ზრდის და უშუალოდ არასწორად მკაცრად ზრდის ტყუილით და ასე შემდეგ დაშინებით 7 წლამდე, 8 წლამდე, 9 წლამდე გაიზრდება ბავშვი ძალას იპოვის 14 წლამდე და მე უარესად იქცევა, ვიდრე შეიძლება მოქცეულიყო. მოდი მითხარი, რას ნიშნავს მოსწავლის თავისუფლება? ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მოსწავლემ გითხრას, რომ რომელიღაც სამი საგანი საერთოდ არ უნდა რომ ცხადი არა. არ ნიშნავს ამას. არა. მასწავლებლისთვის რას ნიშნავს ეს თავისუფლება? ვთქვათ, თავისი საგანი ისე ასწავლოს და ის ასწავლოს ამ საგანში, რაც მას მიაჩნია. გეტყვით, მოსწავლისთვის რა არის უმჯობესი და რა არ არის უმჯობესი, მე მიმეჩნია, რომ არასრულწლოვან ასაკში მაინც და მაინც კარგად არ აქვს გაცნობიერებული და რომ მკითხო მას საერთოდ არაფერი არ უნდა. ანუ მე ვგულისხმობ დამატებითი ვალდებულებებისგან, ფასადური ვალდებულებებისგან, რომ შენ მაგალითად მასწავლებელი აუცილებლად უნდა იჯდე ამა და ამ საათიდან ამა და ამ საათამდე სკოლაში. ეს არავის არ სჭირდება არაფერს. თუ საქმე აქვს მასწავლებელს, უნდა იჯდეს, რა თქმა უნდა. თუ არა და ჯობია თვითონ ლაღად იგრძნოს მასწავლებელმა თავი, გავიდეს თუნდაც კაფეში ყავა დალიოს, რა ვიცი, თავი მოიწესრიგოს, რაც უნდა ივარჯიშოს, რაღაცა გააკეთოს თავისთვის, ჯობია ვიდრე მეჯდეს სკოლაში გადაღამებიდან გათენებიდან დაღამებამდე და მარტო დაბღვერილ სახეს ხედავდნენ მისას ბავშვები. მასწავლებელს ამით გავათავისუფლებდი, ოღონდ მარტო სამუშაო დროს არ გულისხმობ, ბუნებრივი ახლა დრო არის საჭირო რომ ყველაფერზე ვისაუბროთ. მოსწავლეს იცით რა არის შევთავაზებდი თავისუფლება ექნებოდა სწავლის პროცესში და არა იმაში რომ აი შენ რაღაც წამოწოლა გინდა წამოწექი დაიძინე. არ სწავლის თავისუფლება არ ექნება. ვერ ექნებოდა არ სწავლის თავისუფლება სკოლაში რანაირად ექნებოდა. ესეც ხომ კარგი თავისუფლება არ სწავლის თავისუფლება. არაჩვეულებრივი გამოთქმა მაგრამ შორის აი ერთი კარგი რეკომენდაციები არის კითხვასთან დაკავშირებით. იცი შენს
შენ გაქვს ამ წიგნის წაკითხვის უფლება, ასევე გაქვს რომ იმის უფლება რომ არ წაიკითხო კი. ან ზოგი ადგილი წაიკითხო, ზოგი ადგილი ამ. დაიწყო თავიდან ბოლოდან და ასე შემდეგ. თული საკითხია, ვერც ის ყველა მოსწავლე არც სწავლობს და არ ვიცი ჩემ სკოლაში რანაირად ისწავლე და ყველა მოსწავლე, თუმცა პრეტენზია კი მაქვს რატომაც არა უნდა ისწავლო, მაგრამ შესაბამისი აქტივობები მიეცემოდათ მათ, რაც ბუნებრივია და შენ მაინც გჯერა რომ ყველა ბავშვს შეუძლია და უნდა ისწავლოს 20 საგანი. არა. 20 საგანი არა, მაგრამ არც 15. 12 სწავლობენ ან 10 კლასში, არა? პირველიდან მე-12 კლასამდე? არის ხოლმე. აი, ისე უნდა იყოს ეს საგნები, ასე ვთქვათ, ანუ მაგას გეკითხები, როგორც შეიძლება რომ ისე იყოს ეს შეფუთული, ანუ 20 საგანი უნდა ისწავლოს, ესე იგი ბავშვმა. ახლა კიდევ ერთი სადირექტორო შეკითხვა, შენთვის, როგორც დირექტორისთვის, იქნებოდა თუ არა რაღაც ინდიკატორი, გაჩვენებდა თუ არა შენ მასწავლებლის წარმატებას ის ფაქტორი, ან წარუმატებლობას, თუ კი მის მოსწავლეებს რეპეტიტორი დასჭირდებოდათ. ხო, რეპეტიტორი ძალიან მძიმე თემაა, იცით, იმიტომ რომ ინდივიდუალური საჭიროებები აქვს ბავშვებს და რეპეტიტორი გარკვეულ შემთხვევაში სჭირდება მოსწავლეს. ოღონდ, აი, ჩვენ მენტალიტეტის დონეზე გვაქვს ეს დაყვანილი, ჩვენი მენტალიტეტია თუ არ ჩააბარეთ ჩემმა შვილმა უნივერსიტეტში, აბა როგორ. თუ არ მოემზადა რეპეტიტორთან, აბა როგორ და პრეცედენტების დაშვებაც არ გვინდა და არც გააზრება, რომ რეპეტიტორის გარეშე შესაძლებელია ჩაბარება. მაგრამ ისე არის არა ეს არ იქნებოდა ინდიკატორი მის ჩემს მოსწავლეს ან სხვა მასწავლებლის მოსწავლეს სჭირდება თუ არა რეპეტიტორი, იმიტომ რომ ნუ აი არსებობენ ისეთი ბავშვები, რომლებიც მაგალითად მოგვიანებით იაზრებენ, არ შეუძლიათ ჯგუფში გააზრება, რაღაცა დონეზე დახმარება სჭირდებათ, ნუ სხვადასხვა ინდივიდია ბავშვი და როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად. თუმცა აი ასეთ დონეზე რომ ყველას სჭირდება რეპეტიტორი, ყველა უნდა მოემზადოს და განსაკუთრებით ვეწინააღმდეგები საკუთარი მოსწავლის მზადებას, იმიტომ რომ ეს უკვე კორუფციაა და საშინელება. იმიტომ რომ ადამიანს ცდუნება აქვს უფრო მეტი შოვნის ყოველთვის. და აუცილებლად გადადის ამაზე. ბოდიში შენს მოსწავლეს არ იცნობ ყველაზე უკეთ და რა უნდა მასწავლებელი ვარ, ნებისმიერი უნდა გავიცნო. ერთ გაკვეთილზე რომ შევდივარ, იქაც უნდა ვიცნო მოსწავლე. არა, საკუთარ მოსწავლესთან, ხო, მე არ მიმაჩნია მაგალითად, მასე უბრალოდ ამის თქმა მინდოდა, მეტი არაფერი. კი ბატონო. ხო, არ მე ასე მგონია, რა რომ ეს ძალიან გვაქვს კიდეც პრაქტიკული მაგალითები გვაქვს. ბავშვები ყვებიან, რომ მასწავლებელი აიძულებს მასთან მომზადებას თუ არა და ცუდად ექცევა. მე უნამუსობაზე კი არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, როგორც ამბავზე და ფაქტზე, რომ სულაც არ მიმაჩნია რაღაც მიუღებლად, რომ ცოტა ადამიანს აქვს ეს, რომ არ გადაეზარდოს უნამუსობაში და მე მგონია, რომ ჯობია არ იყოს. ცოტა სიღრმეში რომ ჩავიდეთ აი ამ როგორც გამოცდილ რეპეტიტორთან, ამიტომ მინდა ჩემთვის სულაც არ არის ეს მძიმე თემა, პირიქით ასე თუ ისე ერთ-ერთ ადეკვატურ საქმიანობად დღევანდელ სიტუაციაში ეს რეპეტიტორობა მიმაჩნია ზუსტად სამწუხაროდ ის არის რომ ესეც სხვა რაღაც გარედან თავს მოხვეულ მიზნებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს სხვა რიგის საკითხი ასე ვთქვათ. აი როგორც რეპეტიტორს მინდა გკითხო და როგორც კარგ მცოდნეს მისაღები უნივერსიტეტებში, მისაღები გამოცდების პროგრამაზე. რამდენად და გამოცდაზე, ხო? რამდენად რთულია ეს გამოცდა? აი ისე ზედაპირულად და საერთოდ ძალიან მარტივია და გული მწყდება რომ რა ვიცი უკვირთ ბავშვებს რაღაცა მინიმალური ქულები. ხო, საერთოდ არ არის რთული და უნდა გართულდეს. თუ გამოცდა უნდა მე გამოცდების მომხრე არ ვარ ზოგადად. არც ერთ შემთხვევაში, თუმცა ის რომ სკოლაში გადაიტანონ ამ წუთას ეს თავსატეხი ზოგადად და სკოლებს დააკისრონ პასუხისმგებლობა არ მგონია ამ ეტაპზე სწორი. ხო, ნახე რას ვკითხულობ. ანუ არ არის რაღაც რთული. ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს. როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენ სკოლის მოწყობა ისე,
რომ 12 წელიწადი ვასწავლიდეთ რაღაცას, ქართულს ხო 12 წელიწადი სწავლობს, მე მგონი ყოველდღე, ხო? 12 წელიწადი ვასწავლიდეთ რაღაცას ბავშვს, ისე რომ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული არც თუ ისე რთული ბარიერი ვერ დაძლევს, ასე ვთქვათ. რა უნდა? ამას ხო მოფიქრება უნდა, რომ როგორ უნდა მოვაწყოთეს და კიდევ დასჭირდეს ადამიანს აი სპეციალურად იმ პროგრამის გავლა და რაღაცა ვარჯიში ამასთან დაკავშირებით ხო პირველ რიგში აი პირველივე კლასიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს მე მაგალითად მეხუთე კლასელის თანაც შემაქვს ის ესეები არგუმენტირებული ესეები მე მაგალითად რა მინდოდა უბრალოდ რაღაცნაირად მოყვა სიტყვას ის არის რა ქვია ანუ ვაძლევ იმ ესეს მეხუთე კლასელსაც ბუნებრივია მეხუთე კლასელი აბიტურიენტის დონეზე არ დაწერს ანუ ვაძლევ კითხვას და ვთხოვ რომ არგუმენტირებული პასუხი გამცეს თავის ენაზე რომ მან გაიგოს არგუმენტი მაინც და მაინც არის მის მეხუთე კლასელს რა არის ხომ და ნელ-ნელა ზრდის ამას მაგრამ არა მე რომ არ ვიღებ ჩემს მოსწავლეს სახლში ის მოსწავლე სხვასთან მიდის და მაინც ებზადება მაინც მეცადინებს მე არ მგონია იმისი შედეგია ნამდვილად საკუთარი შედეგი მგონია ეს იმიტომ რომ მაღალ ქულას ვერ მიიღებს აბიტურიენტი ერთ წელიწადში ვერანაირი მომზადებით მაღალ ქულას იღებს ის აბიტურიენტი რომელიც მომყვებოდა მეხუთე კლასიდან და რაღაცა გარკვეულ ეტაპზე მიუხედავად იმისა რომ მარტივი ახლა სირთულეზე არ წავიდეთ სირთული არ არის და თუ გამოცდა კიდევაც უნდა გართულდეს მეტად რთული უნდა იყოს ესე იგი რეპეტიტორი ერთგვარად აწესრიგებს იმ წლების განმავლობაში კი უფრო მომწესრიგებელია ვიდრე მასწავლებელი დიახ ესე მომწესრიგებელი ასე ვთქვათ ხო აქვე პროგრამაზე მინდა კითხო ბოლო წელს თუ სწორად მახსოვს ჩვენ ხო იცი პერიოდულად რაღაცა ატყდება ხოლმე ამბავი რაღაც საკითხთან დაკავშირებით პროგრამიდან ამოიღეს მწერლები და რას ფიქრობ ამ საკითხზე მაშინ რა პოზიცია გქონდა პროგრამიდან ამოღება არ იყო ეს იყო საგამოცდო პროგრამიდან ამოღება მაგრამ აი უბედურება ისევ ჩვენი მენტალიტეტია მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს პირველი კლასიდან უნდა მივცეთ ბავშვს მოტივაცია და ცოდნა და ჯერ პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მასწავლებისგან გამიგია ჩვენ არაფრის უფლება არ აქვს მასწავლებლებს ისეთივე უფლება აქვს რა უფლებაც აქვს სხვა ნებისმიერ ადამიანს არ აქვს ბავშვის ცემის კუთხეში დაყენების და ასე შემდეგ უფლება და ეს არც უნდა ჰქონდეს უბრალოდ მარტივად თმობს და მარტივად იჩაგრავს თავს. არ გამოდის ხვის გვერდით პროტესტის დროს და შესაბამისად მე თვითონაც უდგება ეს მომენტი. და პროგრამასთან დაკავშირებით რამე პროტესტი იყო ისა პროტესტი იყო საჭირო იქიდან გამომდინარე რომ მენტალიტეტი არის ასეთი რომ თუ არ ვაბარებ რატომ მჭირდება? მე მაგალითად მე-12 კლასელებს ძალით წავიკითხე ჰაკიაცბა. ვთხოვდი რომ ეს ეპოქას ეხება, ეპოქას გაგაგებინებთ, რაღაცა ტრადიციებზე გესაუბრებათ და ტრადიციებსაც უფრო ახლოს დაგანახებთ და უბრალოდ წავიკითხოთ ახლა საშინაო დავალებას ხომ არ გაძლევ და ესეებს ხომ არ გაძლევ. წავიკითხოთ ერთად და მე ვფიქრობ რომ ლიტერატურა გაკვეთილზე უნდა იკითხებოდეს. მიუხედავად იმისა რომ წერა კითხვა ყველა შეუძლია, აქცენტები უნდა დაისვას. თვითონ წავიკითხე ხმამაღლა ეს. თვითონ წავიკითხე ხმამაღლა. ძალიან ესე გულისხმობა ხო რომ მეტი აქტიური. თვითონ არ უნდა და კითხვა და მე წავიკითხე ამ შემთხვევაში. კითხვის პროცესში თუ დაინტერესდნენ. არც ერთი ეტაპით. მაგრამ მე მაინც ბოლომდე მივიყვანე. საინტერესოა, რატომ ხო, აი შენ ალბათ ეს ვოლტერის გზა გამოიყენი აქაც, ხო, რომ არ გესმით, არ გაინტერესებთ, მაგრამ მაინც უნდა. ზუსტად. ანუ იცით რაღაცას ხომ მაინც შეისმეს. კითხვას რომ სვამდით, აი ძალით იძულებით პასუხობდნენ, რომ პატივისცემა რაღაცა მაინც არსებობს, ხო? სხვათა შორის მაია მასწავლებელო მე ფიქრობ რომ პირობითად დავარქოთ მოდი ვოლტერის ფენომენი თუ რაღაცა ჩვენ საუბრიდან გამომდინარე ამ ვოლტერიანიზმში არიან ჩვენი ბავშვების დიდი ნაწილი გაკვეთილების დიდ ნაწილზე აი ასე არიან არც აინტერესებს არც ესმის დავიწყე და დავამთავრე კი სამწუხაროდ და ასე შემდეგ კი მინდა კითხო ცხადია არ მინდა დავამთავრო ჩვენი საუბარი ისე მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის შესახებ რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ხარ შენ რამდენადაც ვიცი ასევე მონაწილეობ აქციებში ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი გადაცემა იწერება მაშინ როდესაც
დაპატიმრებული არის ჩვენი კოლეგა ნინო დათაშვილი. რაღაცნაირად ვამბობდი კიდეც დღეს, რომ ჩვენ რომც არ განვიხილოთ ვიღაცა დამნაშავეა თუ არა, ისეთი სიტუაცია, ისეთი კონტექსტია შექმნილი, როდესაც გვიბიძგებენ ადამიანებს გავხდეთ დამნაშავეები. აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა დანაშაული მართლა ჩავიდინო. იმიტომ კი არა, რომ მე ამის მისწრაფება მაქვს, არა მიქმნიან ისეთ პირობებს, რომ მე დანაშაული ჩავიდინო, რათა დამიჭირონ მერე, ხო? გითხარი, რა საპროტესტებ და რა გამოსავალს ხედავ, ან რა იმედი გაქვს? ხო, გვინდა დემოკრატია და დემოკრატიას ვითხოვთ. ვაპროტესტებთ იმას, რომ დემოკრატია არ გვაქვს და დემოკრატია მხოლოდ რუსთაველზეა. აი მე-9 კლასის მთლიანი პროგრამა მოიცავს პროტესტს. მთლიანად დაწყებული გოდერძი-ჩოხელით, ცოტა სხვა რაღაცებით იწყება, თავშივია თევზის წერილები, თუნდაც ავთანდილის ანდერძი, ავთანდილის ზუსტად ის ნაწილი, სადაც კანონს არღვევს უფრო მაღალი ღირებულებების შესახებ. რა ვასწავლო 21 საუკუნის მოსწავლეს? სიცრუე და ორპირობა ავნებს სულს ღმერთმა ხორცსა? მე მაგასაც რომ ამასთან მივყავართ, ამასაც რომ იმასთან მივყავართ, თებერვლიდან ადამიანები ღამეს ათენებენ პარლამენტის წინ, წვიმაში, ქარში, უბედურებაში. მე რა შემიძლია გავაკეთო პატიმრების მშობლები და არა მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები, სტუდენტები, ახალგაზრდები, ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამას. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ პირადი განცდაც რომ არ მქონდეს ამ ადამიანების გვერდით უნდა ვიყო. სამი ჯარიმა მაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა რამის გამო. ერთი ის, რომ დაახლოებით 5-7 წუთი ვდგავარ უკვე გადაკეტილ რუსთაველზე და მადანაშაულებენ რომ მე გადავკეტე. მეორე არის გადავდივართ გზაზე მხოლოდ და მესამე არის ტროტუარზე ვდგავართ და ტროტუარზე გვაჯარიმებენ. წარმოიდგინეთ, ტროტუარზეც არ არის თურმე შესაძლებელი აქციის მონაწილისთვის დგომა, იქაც გვაჯარიმებენ და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არც ერთი ჯარიმა არ მქონია, არანაირი სახით 2014 წლიდან მაქვს მართვის მოწმობა და 1000 ჯერ მაინც ხომ მჯდარ ვარ იმ მანქანაზე, რომელიც პირადი არ მყავს, მაგრამ ოჯახს ყავს და ნამდვილად 1000-ზე მეტად მჯდარ ვარ იმ მანქანაზე. და ძალიან გამოცდილი მძღოლები ხშირად პარკირების დროს ჯარიმდებიან, რაღაცის გამო ჯარიმდებიან, სულ არ არის ჯარიმა, რაღაც ისეთი წარმოუდგენელი რაღაც, მაგრამ მე არა მაქვს, ამაშიც არა მაქვს ჯარიმა. ანუ კანონმორჩილება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასე ვასწავლი ბავშვს ავთანდილის ანდერძსაც, ავთანდილისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა უფრო ღირებული დგას სასწორზე, როცა ქვეყნის დემოკრატია დგას სასწორზე, როცა ტარიელის სიცოცხლე დგას სასწორზე, წერს წერილს და იპარება ავთანდილი მთავარსარდალი ვიღაცამ გაიაზროს ეს, ვეფხისტყაოსანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მე-13 საუკუნეში დაწერილი და მხოლოდ შოთა რუსთაველის დაწერილი. ძალიან ღრმა აზრიდებს ამაზე, რომ ადამიანი და მით უმეტეს მასწავლებელი უნდა აუცილებლად იმ ღირებულებების იყოს, რომ ეს კანონი როცა არის უკანონო და როცა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, დიახ უნდა დაიღოს რაღაცა უკეთესის გადასარჩენად. ბოდიში თან დავაზუსტოთ, რომ ეს თუნდაც ჯარიმები გაზრდილი არა ადეკვატურად არის ბოლო რამდენიმე თვეების გადაწყვეტილება. ანუ ეს საერთოდ კატასტროფაა. ერთი წლის წინ იმავე დარღვევისთვის დაუშვათ 10 ჯერ ნაკლები ჯარიმა იქნებოდა შენ, რაც ასევე ამძაფრებს ერთგვარად ამ ეს საერთოდ კატასტროფაა და მე აუცილებლად მინდა ვთქვა 15,000 შეადგენს ჩემი ჯარიმა. მე სახლი ვიყიდე დაახლოებით 7 წლის წინ. ახლა ცოტა მეტი ავაშენე და მეტი გავაკეთე იქ, მაგრამ გადავიხადე 17,000 სულ და წარმოიდგინეთ 17,000 ჩემი სახლი ღირს და მე 15,000-ით მაჯარიმებს რაღაც წარმოუდგენელი რაღაცით, ხო? ფაქტობრივად ერთი წელი უნდა იმუშაო შენ იმისთვის, რომ ეს ჯარიმა ხო გადაიხადო. რა მინდა გკითხო? 2 წელი მაინც. ცხადია, ხო, ეს მიუღებელია და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვიქმნიან ისეთ კონტექსტს, რომ თითქოს და რაღაცა სამართალ დამრღვევები ვარ. ხო, ეს კიდევ უფრო საშინელებაა, რომ რაღაც კონტექსტს ქმნიან. კითხო, რაიმე მხარდაჭერა ამ შემთხვევაში როგორც უკვე რაღაცა ტვირთი გაწევს, ასე ვთქვათ, მთავრობის მიერ დაკისრებული, თუნდაც ან რაიმე თუნდაც იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც ვთქვათ, აფასებენ თქვენს ქცევას, ამ შემთხვევაში პროტესტს,
როგორც გმირობას, როგორც აუცილებელ შემადგენელ ნაწილს პროტესტისას თუ გაქვთ კომუნიკაცია და რა გამოსავალი არა, ოპოზიციური პარტიები არც ერთ თეთრს არ აფინანსებენ ნამდვილად პირიქით ამ საკითხთან დაკავშირებით არც არასოდეს არ ყოფილა კომუნიკაცია და ყოველთვის გვერდზე დგან. რა პოზიცია აქვს თქვათ რომ ერთადერთი ორგანიზაცია არის თავისუფლების ფონდი დარჩენილი ყველა დააპატიმრა სახელმწიფომ ყველას დააწართვა ყველაფერი დიახ რომელსაც შეეძლო ეს გადაეხადა და მეორე არის ჩვენ გვაქვს ორგანიზაცია და ამ ორგანიზაცია მასწავლებლების ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციაში მოგროვებული არის სამი მასწავლებელი ყავს ამჯერად დაჯარიმებული ზოგი 3 გზის ზოგი 2 გზის ზოგი 1 გზის და 700 ლარს არ აღემატება ეს ანუ ერთი ჯარიმის თანხაც არ არის ანუ ამ თანხის აგროვება არის ჯერ შეუძლებელი და არ გამოვა ამის გადახდა და მეორე უსამართლოა და არ ვიცი მე პირადად ვფიქრობ რომ არ უნდა გადავიხადო პროტესტით გიჩნდება გადახდის და არ გადახდის შედეგი იქნება ის რომ დაგვებლოკება ხელფასი დაგვიყადაღდება ქონება და მე უკვე როგორ გაგრძელდება ხა ამ ქვეყანაში კანონი არ მოქმედებს რა კანონიც ვიცი და ზუსტად ვიცი ისიც კი სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე როცა ადგილზე მიხვალ განა იმიტომ რომ ვერ გაიგე იურისტის განმარტებული მაქვს და ემთხვევა ჩემს გაგებას რა საკურველია არამედ იმიტომ რომ ეს იცვლება ან თავისებურად ატრიალებს ახლა რეალურად პირველი ჯარიმა რომელიც უკვე გადასახდელია გზის გადაკეტვაში გზა გადავკეტე თურმე და მე გზა არ გადამიკეტავს გზა გადაკეტილ გზაზე ვიდექი უბრალოდ ეს სასამართლო მოსამართლე უბრალოდ მაინც ისე არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა უცხრეს ასე ვთქვათ გვიცავდა იურისტი საიას იურისტი აბსოლუტურად ყველა არგუმენტი წარუდგინა და აბსოლუტურად ჩვენთან იყო სიმართლე იმათთან არ იყო ხა სამხრივად ვამბობ მაგრამ ასე იყო შესაძლებელია თქო და საქმის მასალების მოძიებაც და ძალიან მარტივია ვიდეოს ნახვაც და აბსოლუტურად არაფერი არ გაითვალისწინა. რა მინდა კითხო და თან ბოლოსკენ წავიყვანოთ გადაცემა. ამ პროცესში თუნდაც აი კონკრეტულად რაღაცა ჯარიმები, რაღაცა მასწავლებლის დაპატიმრება და ასე შემდეგ ხო სხვა მიუღებელი ქცევები. როგორ აღიქმება ჩვენი კოლეგების მხრიდან, როგორ უყურებ ან როგორ აფასებ მათ პირდაპირ ვთქვა დუმილი ვთქვა თუ ყოველ შემთხვევაში თითქოს არ არის ან აქტუალური არ არის ან რას ფიქრობ ამაზე გული ხომ არ წყდება არ ვიცი იცით აი რუსულ კანონამდე სამინისტრო გუგუნებდა და აბსოლუტურად ყველაფერზე ბრაზობდა თუ კი რაიმე ხდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული აი ამ 2023 წელი იყო მე მგონი რუსული კანონისაც ხომ რუსული კანონის შემდეგ გაჩუმდა დიდი ნაწილი კი ძირითადად ბევრი პედაგოგი იმის იმედზეა რომ ჩემი შვილი არის აქციაზე და მე მხარდამჭერი ვარ მაგრამ რა ვქნა პრობლემა მაქვს, თუმცა ჩემთვის აი მართლა გუწრფელად ვიტყვი, არავის არ გაუბედავს და უთქვამს აქციაზე არ წავსულიყავი, ან რომელიმე აქციაზე აუცილებლად წავსულიყავი. აბედინებენ და უბედავენ. არ უნდა გააბედინოს არც ერთმა მასწავლებელმა, რომ რომელიმე აქციაზე იძულებით წაიყვანონ, ან რომელიმე აქციაზე წასვლა აუკრძალონ. ხო, აი ეს დამოკიდებულებაა. როგორ ფიქრობ რა არის ამის მიზეზი, ამ დუმილის? მე მგონია რომ ნაკლები განათლება ამის მიზეზი, იმიტომ რომ განათლება კი პედაგოგებსაც აქვს სამწუხაროდ ნაკლები განათლება და შემთხვევითაც არიან მოხვედრილნი ადგილებზე სამწუხაროდ. ხო, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით რომ უმრავლესობა ასეთი. იცით რა ადამიანს რო ჰქონდეს იმედი რომ მონა არ იქნება და იქნება კარგად, არ იქნება მონა. მონობას არ აირჩევს. მონობას ირჩევენ იმიტომ და ესენი ირჩევენ, ნამდვილად ირჩევენ მონობას, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. მე რა მოკლედ გეტყვი ჩემს მოსაზრებას. ხო, ეს ერთხელ რთული საკითხია, რა იწვევს ამას, მაგრამ მე მაინც ასეთი რამე მინდა გითხრა. ეს მასწავლებლობა ჩვენ რა პროფესიაშიც ვართ ახლა მთავრობის გამოგონილი პროფესია ჩვენ გვაქვს მთავრობის მიერ შექმნილი რაღაც თანამდებობები რომელიც საჭიროა თუ არა და ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩვენ ადამიანები ფულს გადაგვიხდიდნენ თუ არა
სწავლებაში არ ვიცით. აი არც მე არ ვიცი მაგალითად რასაც დღეს ვაკეთებ. ამ საქმეში ვინმე გადამიხდიდა თუ არა ფულს, ჩვეულებრივად აი რომ მივიდე მშობლებთან, რომ ვასწავლო თქვენ შვილებს რაღაცა, ეს არ ვიცი, ქართული ისტორია და ასე შემდეგ. არ ვიცი დამიქირავებდნენ თუ არა. შესაბამისად, ამას ხედავს ადამიანები, რომ ჩვენმა პროფესიაში, რომელიც მოგვიგონა მთავრობა, აი რაღაცა შექმნა რა ადეკვატური მე მასე არ ფიქრობ გიორგი მართალი გითხრა მე მგონია პროგრამა შექმნა მთავრობამ და არა მასწავლებელი კი გავს თითქოს საჭიროა ბავშვის განათლება საჭიროა კი ვერაფერს მოუძებნი ერთი შეხედვით ეს საჭიროა ეს საგანიც საჭიროა როგორ აბა მათემატიკა არ არის საჭირო როგორ ხო თითქოს ეს არაფერი მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით და სამწუხაროდ შედეგები ადასტურებს ამ შედეგებს რომ ნახევარზე მეტი წარუმატებელია ჩვენი მოსწავლეების ანუ ჩვენი საქმიანობის ესე იგი ამას მე ხომ არ ვიგონებ ხო მე ეს ხო დადასტურებულია და შესაბამისად ის მასწავლებლებიც ხვდებიან ამას და ფიქრობენ ანუ მე ვერ ხვდები მაგრამ არა შენ გინდა რომ აი უკეთესი იყოს შენი კოლეგებიც მოსწავლეთა შედეგებიც და ასე შემდეგ მაგრამ უფრო მიზეზები არის კიდევ საძებნელი მოსაძებნია და სხვა დასკვნები შეიძლება გქონდეს გასაკეთებელი მეთქი ამის თქმა მინდა ხო თორდა არა იმის რომ არც იცი ჩემი დამოკიდებულება. ყველა შემთხვევაში ეს მასწავლებლები ასე გრძნობენ, რომ ისინი ვიღაცის მიერ შექმნილნი არიან, ვიღაცის მსახურები არიან და არ არიან თავისუფალი ადამიანები. მე ასე მესმის, რომ მასწავლებელი არის თავისუფალი ადამიანი, რომელიც გასცემს განათლებას. სკოლის ფარგლებში აი წეღან მკითხეთ და საკმაოდ სწორად ვკითხეთ ბავშვს თუ არ უნდა სამი საგნის სწავლა, ეგრე თავისუფლებაა, ხო? არ სწავლის თავისუფლებას ვერ აძლევოდა, რა თავისუფლებაა ეგო. ხო, რაღაცა შეზღუდვები არსებობს, ხო, ეს პროგრამა ეს არ არის ჩემი პროფესია შექმნა, არ ვიცი, მე ვერ აღვიქვ ამას, რომ ჩემი პროფესია შექმნა მთავრობა. მე მგონია, რომ თავისუფალი მასწავლებელი ვარ, ამიტომ ხარდაჭერას გამოუცხადებ ნინოს, ჩვენს კოლეგას და რასაკვირველია, ეს გარეთ უნდა იყოს ძალიან სამარცხვინოა, რომ გისოსებს მიღმა, თუ ვინმეს რაიმე უპასუხა ნინომ, ეს გამოიწვია რაღაცამ და უნდა დაფიქრდნენ ის ადამიანები, ვინც მას გისოსებში ამყოფებს მაშინ როდესაც მას უამრავი საქმე აქვს. გარეთ და უამრავ კარგ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინო მასწავლებელს ასევე იმ ტუსაღებს, რომელიც ამ მოვლენების გამო არიან დაპატიმრებულები, პოლიტპატიმრებს. ასევე კი, რა თქმა უნდა. და მე მინდა ასევე წარმატება გისურვო, უკეთესი მომავლის იმედით ცხადია და დიდი მადლობა გადაგიხადო. გადაცემაში მონაწილეობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, კიდევ ერთხელ წარმატება. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა მაია ეკალაძის სკოლაზე. დაელოდეთ შემდეგ სკოლას.